სასწავლებელ ხელისუფლებაში მამუკამ დინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ის ასევე ინარჩუნებს ვიცე-პრემიერის პოსტსაც. რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი ამ მოვალეობას ეფექტურად შეასრულებს. საპარლამენტო უმრავლესობა რეგიონული პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრას მიესალმება და დარწმუნებულია, რომ სამთავრობო ცვლილებები შედეგებს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები უახლოეს პერიოდში იგრძნობენ. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით რეგიონული მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მთავრობაში ახალი პოსტი შეიქმნება. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკამ დინარაძე ჩაიბარებს, რომელიც ამავდროულად ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი კი, რომელსაც მამუკამ დინარაძე იკავებდა, გაუქმდება. მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანაა, რომლის შესრულებაც მამუკამ დინარაძეს როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოს ყველაზე უკეთ შეუძლია. მან უმნიშვნელოვანესი სიცოცხლე შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შეასრულებას სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველყოფთ. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკამ დინარაძე. ახალ პოზიციას მამუკამ დინარაძემ დიდ პატივთან ერთად დიდი გამოწვევა უწოდა. მან პრემიერ-მინისტრს მინიჭებული ნდობისთვის, ხოლო თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა გამოწვევა მიღებულია ბატონო პრემიერო. ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ პასუხისმგებლობა ძალიან დიდი გამოწვევასთან ერთად ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ, შევასრულოთ, მართვა იყოს ეფექტიანი, რაც შეიძლება და ამ გამოწვევის გამკლავებასთან ბრძოლაში, ასე ვთქვათ, მე შევეცდები მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სახელმწიფო გუნდის წევრები მიესალმებიან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რეგიონების სახელმწიფოს ხერხემალია, შესაბამისად ამ მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შესაბამისად მმართველ გუნდში თვლიან, რომ არსებულ გამოწვევებს მამუკამ დინარაძე ყველაზე კარგად გაუმკლავდება. ეს უკავშირდება უფრო მმართველობითი ვერტიკალის ისე დონეზე გამართვას, რომ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებები მიიღებოდეს, რაც რეგიონისთვის საჭიროა, მაქსიმალურად ეფექტურად, მაქსიმალურად სწრაფად და ზოგადად იყოს ყველაფერი იმგვარად აწყობილი, რომ სამუშაო პროცესები არ აქვს მნიშვნელობა, რამე პროექტები იქნება, ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, სოციალური მიმართულების პროექტები იქნება თუ ასე შემდეგ, ხორციელდებოდეს მაქსიმალურად ეფექტურად და რა თქმა უნდა, მამუკამ დინარაძე უზრუნველყოფს ამ ყველაფრის ეფექტურად აღსრულებას. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რა თქმა უნდა, რეგიონების გაძლიერება და იმ ეკონომიკური ზრდის თითოეულ ადამიანამდე მიტანა, განსაკუთრებით კი რეგიონებში, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი გუნდის მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარეობს. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი კოორდინაცია, შესაბამისი ყურადღება და ვინ თუ არა მამუკამ დინარაძე გააკეთებს ამ ყველაფერს. მმართველობა საკმაოდ ცოცხალი პროცესია და მთავრობის შემადგენლობას დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საჭიროებებია ქვეყანაში, რა არის ის პრიორიტეტები, რაც მოსახლეობის წინაშე დგას. ამ შემთხვევაშიც სწორედ ამისი ანარეკლია ეს გადაწყვეტილებას, თუ რა საჭიროება დგას დღეს ქვეყანაში და ყველა ხედავს და ყველა დაგვეთანხმება, რომ რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც. ახალი თანამდებობის შექმნას მიესალმებიან ხალხის ზალაშიც. პარტიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე მიიღება. ზოგადად რეგიონული პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში საქართველოში, როდესაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეგიონული პოლიტიკა
არის ის ნაწილი, სადაც არის გარკვეული გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში, ოდესაც უკვე სახელმწიფო მინისტრის დონეზე იქნება ასული რეგიონული პოლიტიკის გადაწყვეტილება, რასაც მამუკა მდინარეზე ჩაუდგება სათავეში, როგორც ეს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ვფიქრობ, რომ იქნება საკმაოდ ეფექტური. მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებისთვის საჭირო კანონპროექტების პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით სექტემბერში დაამტკიცებს. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნამდე მამუკა მდინარეზე რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიციას იკავებს. შესაბამისი ბრძანება მთავრობის მეთაურმა უკვე გამოსცა. ახალი თანამდებობის დამტკიცების შემდეგ კი რეგიონული განვითარების სამინისტრო გაუქმდება, მისი ხელმძღვანელი კახა გულედანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული კამპანიები და შეურაცხმყოფელი რიტორიკა. ბოლო პერიოდში გამოკვეთილი საფრთხის-შემცველი ტენდენციების ფონზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები საინიციატივო ჯგუფს ქმნიან. მათი მთავარი მოთხოვნა ისეთი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაა, რომელიც საქართველოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფისგან დაცვას უზრუნველყოფს. ამ მიზნით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაციები იწყება. საინიციატივო ჯგუფი პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებსაც. ინიციატორების განმარტებით მსგავსი კანონი მოქმედებს ბრიტანეთში, რომლის მიხედვითაც სამეფო ოჯახის შეურაცხყოფას სისხლის სამართლის წესით დასჯადია. სოსო ელისაშვილის სიუჟეტი. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფი დააფუძნეს და კონსულტაციებს საზოგადოების ფართო წრეებთან იწყებენ. მიზანი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება, რომელიც ეროვნული ღირებულებების სათანადო დაცვას სამართლებრივ დონეზე უზრუნველყოფს. საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად ცალკეული პირების მხრიდან მიზანმიმართული შეტევა იმ ფასეულობებზე ხორციელდება, რაც პატრიოტიზმს აძლიერებს, სამშობლოს სიყვარულს აღვივებს და ეროვნულ თვითშეგნებას ამყარებს. პროცესების გამწვავება და ესკალაცია კი პირველ რიგში სწორედ საზოგადოებას დააზარალებს. ამ ადამიანებმა მოახერხეს და საქმე ლამის ღია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს. დაპირისპირებამდე ქართველ ერსა და გარედან დაფინანსებულ დესტრუქციულ მართულ ჯგუფებს შორის. თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. თუმცა ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისათვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობის და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას. კულტურის სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საინიციატივო ჯგუფს ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ. დაინტერესებულ პირებთან კი კონსულტაციების დასაწყებად უკვე მზად არიან. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ მოლოდინი, რომ ეკლესიის, ენის, ეროვნული გმირებისა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით მათთან თანამშრომლობის სურვილს არაერთი ადამიანი გამოთქვამს. უკვე დავიწყებთ კონსულტაციებს დღევანდელი დღიდან იმ მოვლენებთან მიმართებაში, რაც ხდება ბოლო პერიოდში ჩვენ ქვეყანაში იმ დაძაბულობასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი და თითოეული ქართველისთვის ყველაზე მთავარი არის შენი იდენტობის, შენი ეროვნულობის შენარჩუნება. მიმართოთ საქართველოს პარლამენტს, რომ კანონის დონეზე დავარეგულიროთ ეს ყველაფერი და კანონმა დაარეგულიროს, იმიტომ რომ ფასეულობის დაცვა, ჩვენი ისტორიის დაცვა, ჩვენი იდენტობის დაცვა, ეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება სიტყვის თავისუფლებასთან ერთად, რომელიც არის მთავარი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნის. აქტიურად ეს უკვე დაიწყო, პირველ რიგში ალბათ რეგისტრაციას გავაკეთებთ. როგორც ველოდებით რეაგირებას ჩვენი გაჟღერებული ინიციატივიდან, ასე ველოდებით პირიქით ჩვენი თანამოაზრეების შემოკრებას ჩვენ თვითონ ჩვენი ძალებიდან. მმართველ გუნდში უსვამენ ხაზს, რომ ქართული ოცნება ინიციატივებს, რომელთა მიზანით სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და ღირებულებების დაცვა მხარს უჭერს, რასაც კანონის სახე არაერთხელ მიუღია. საინიციატივო ჯგუფის მიერ გაჟღერებულ საკითხთან დაკავშირებით კი სახელისუფლებო გუნდი მსჯელობისთვის მზადაა. დაცვა
ჩვენი სიწმინდეების იქნება თუ იდენტობის იქნება თუ არ ვიცი სარწმუნოების იქნება ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს მსჯელობა აუცილებლად გვექნება გუნდში და ამ მსჯელობის შედეგად უკვე გაგაცნობთ ჩვენ გადაწყვეტილებას. 10 წლებია გარედან პირდაპირ მართულად და ორგანიზებულად მიმდინარეობს თავდასხმა ეროვნულ ღირებულებებზე. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინიციატივა და მისასალმებელია, რომელიც მიმართულია იმ ყველაფრის დასაცავად, რაც საქართველოს აქცევს, რაც ქართულს ქართველად, საქართველოს მოქალაქედ აქცევს. შესაბამისად, ჩვენი გუნდი იმჯერებს აგრესიულ აქტთან დაკავშირებით გავიცნობით რა ინიციატივაა, როგორ ჩამოყალიბდება, რა ფორმას მიიღებს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე სამსჯელოდ და დისკუსიის გასამართავად. ხალხის ძალაში კულტურის სფეროს წარმომადგენლების ინიციატივას მიესალმებიან და კონსულტაციებში ჩართვის მზაობას გამოხატავენ. პარტიაში ამბობენ, რომ გარეძალების დაკვეთითა და წახალისებით შეტევა ეკლესიასა და ეროვნულ ღირებულებებზე წლებია ხორციელდება. კანონმდებლობის დონეზე ამ საკითხის მოწესრიგება კი ქვეყნის სუვერენიტეტს კიდევ უფრო გაამყარებს. ძალიან კარგია ეს ინიციატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფში ხალხის ძალაში გვექნება მსჯელობა, თუ კი ეს ინიციატივა შემოვა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე გაწერილი დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი. საინიციატივო ჯგუფი დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებსა და კონსულტაციებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. სააკაშვილი ვირტუალურ სამყაროში პატიმარი ექს-პრეზიდენტი საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნას აანონსებს, მასზე ახალგაზრდა, მასზე სიმპათიური, თუმცა მისი მსგავსი. სააკაშვილი ორის გენერირებაზე ნაციონალურ მოძრაობაში მუშაობა უკვე დაწყებულია. რატომ დადგა დღის წესრიგში სააკაშვილის ციფრული ორეულის შექმნა ნაციონალურ მოძრაობაში ლიდერის იდეას პოლიტიკურ პროცესებში მისი გააქტიურების სურვილით ხსნიან, თუმცა ვერ აკონკრეტებენ რა ფუნქცია ექნება სააკაშვილის ავატარს. პატიმარი ექს-პრეზიდენტის ტექნოლოგიური ექსპერიმენტი კი მართლ გუნდს არწმუნებს, რომ სააკაშვილიც და მისი პარტიაც მძიმე მდგომარეობაშია. ანა შანიძე კი ამბობთ. სასამართლო ტრიბუნა და სოციალური ქსელი მიხეილ სააკაშვილისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი ვირტუალური სივრცის გამოყენებასაც გეგმავს და ხელოვნური ინტელექტით პერსონალური ავატარის შექმნას აანონსებს. Შემზე კარგად გამოიყურებ, მაგრამ მე ვარ, რომელსაც ეს არის მიშას დახვეწილი ვერსია. ლაპარაკობს როგორც მიშა, საუკეთესო დროს, მიხრა-მოხრა აქვს როგორც მიშას. და მთელი ჩემი ნაზრები დაედება იმას. ვიდრე ორიგინალი სააკაშვილი საკუთარი თავის დახვეწილ ორეულზე მუშაობს, მანამდე მისი პარტიის წევრები განმარტავენ, რატომ გახდა აუცილებელი ციფრული ლიდერის შექმნა. ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ ვირტუალური ექს-პრეზიდენტი ხალხთან კომუნიკაციას უკეთ დაამყარებს და პოლიტიკურ ველზეც აქტიური იქნება, თუმცა რა ფორმით გააკეთებს ამას ჯერჯერობით უცნობია. მათ შორის გამოჩენის სააკაშვილს ისეთი, რასაც თქვენ ვერ ამბობთ პარტიის არა, ვერ ამბობს რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილი ახალ ამ პარტიის ლიდერი და ამბუცნებელი და მას უნდა გქონდეს საშუალება ქართულ ხალხთან ურთიერთობის საგებია. გამოჩენა უნდა? კი ბატონო, მათ შორის რა თქმა უნდა, ყველას რაც გსურს, ნაციონალურ მოძრაობის არა მხოლოდ მომხრეებს, არამედ ამ ქვეყნისთვის რაც არის უმნიშვნელოვანესი, რომ საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილს მას შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას უფრო სრულყოფილი იქნეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამიტომ ადეკვატურობის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მოინახება ის ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შედგეს. ვირტუალური სააკაშვილის შექმნის ამბავი არასერიოზულია ხალხის ძალისთვის. ამ ადამიანში გაერთიანებული არის ყველაფერი ერთდროულად, მათ შორის ეჭვიანობა საკუთარ თავზეც კი, საკუთარი ასლის შექმნა უნდა და საკუთარ ასლზეც კი იეჭვიანა და თქვა რომ ჩემზე უკეთესი იქნებაო, მაგრამ მე ვიქნებიო. არაფერი შეგეშალოთო. ეს ბუნებრივია რომ მეტყველებს იმაზე, აი როგორ პიროვნებაზე გვეუბნებოდა და გვეუბნება ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია, რომ თურმე უნდა საზოგადოებამ ხმა მისცეს ასეთ პიროვნებას და ასეთ პარტიას. სააკაშვილის ალტერნატიული რეალობის იდეა მსჯავრდებულის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მიუთითებს სახელმწიფო გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კომიკურ ფიგურად ქცეული პატიმრის ტექნოლოგიური ექსპერიმენტი ვერც პოლიტიკურ აწმყოზე მოახდენს გავლენას და ვერც ექს-პრეზიდენტის დანაშაულებრივ წარსულს გადაფარავს.
ძალიან დამძიმდა. ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები და კონკრეტულად მიშისტები ვინც არიან მათთან მაქვს მე კითხვა რომ ამ ადამიანის მხარდაჭერი როგორ უნდა იყოს ეს ადამიანი ერთპიროვნულად მართავდა ეს არაადეკვატურობა ერთპიროვნულად 9 წლის განმავლობაში გარე დაკვეთით მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჯერ წარმოედგინეთ მიხეილ სააკაშვილი რა არის და მე მისი ვირტუალური მე რა იქნება. ალბათ იმ ყველაზე ბნელი და მავნებლური იდეების რომელიც მას ქვეშნობიერში თუ ცნობიერში აქვს მისი გამოვლინება უკვე ვირტუალურ სივრცეში უკვე ეს სხვა ჟანრიდან არის და სხვა სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ ამ ადამიანის მდგომარეობაზე. ჩვეულებრივ კლოუნადასთან გვაქვს საქმე, ეს ადამიანი სამწუხაროდ ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ თავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული, რა თქმა უნდა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი აი ამ დონემდე მივიდა, რომ ასეთ რაღაც ღიმილის მომგრელი მეტი სხვა განცხადების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. რაც არ უნდა და რაღაც ახალი აბსურდული განცხადებებით დაანონსოს, ну არ ვიცი ხა მოსახლეობისთვის ყველა კარგად იცის ვინ არის ეს ადამიანი, ეს არის მკვლელობების წამების სისტემის შემქმნელი. ხელოვნური ინტელექტით პერსონალიზებული ავატარის შექმნა, რომელიც საკუთარი ცოდნის ბაზას, ხმის კლონს და რეალურ დროშის საუბრის ფუნქციას მოიცავს, სოლიდურ თანხებს უკავშირდება. ვინ დააფინანსებს სააკაშვილზე ახალგაზრდა და ჭკვიანი ავატარის შექმნას უცნობია. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ყრილობის ჩატარებისთვის მხარდამჭერებისგან ფულის ჩარიცხვას ითხოვს. სააკაშვილის ვირტუალური ორეულის შექმნის პარალელურად ნაციონალური მოძრაობა რეალური, თუმცა დროებითი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება, დროებითი იქნება პარტიის მმართველობაც, რომელსაც ყრილობაზე აირჩევენ. ვინ ჩაიბარებს 6 თვიან გარდამავალ პერიოდში სააკაშვილის პარტიის მართვას და განიხილება თუ არა ამ პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა, კითხვას თავს არიდებენ ნაცმოძრაობის წევრები. პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას არც ადგილზე და არც დისტანციურად არ დასწრებია პარტიის ექს-თავმჯდომარე ნაციონალურმა მოძრაობამ საჭიროდ არ ჩათვალა თინა ბოկუჩავას ქალაქში არ ყოფნის გამო პოლიტსაბჭოს თარიღი რამდენიმე დღით გადაეწია. საუმე გობრონიძე დეტალებით. ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური საბჭოს სხდომა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გარეშე გამართა. პარტია თინა ბოკუჩავას არ დაელოდა, ბოკუჩავა კი ქობულეთიდან პოლიტსაბჭოსთვის არ ჩამოვიდა. შეკრებას არ დასწრებია არც სააკაშვილის რჩეული ნანუკა ჟორჟოლიანი. ფორმალური ლიდერების გარეშე შეკრებილი წევრები მსჯავრდებული ლიდერის დავალებით დროებითი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადებიან. ვინ ჩაიბარებს 6 თვიან გარდამავალ პერიოდში სააკაშვილის პარტიის მართვას. ამას ვერ ამბობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. სხდომა 2 საათნახევარი გაგრძელდა, სიახლედ კი მხოლოდ მომდევნო შეკრების თარიღი ითქვა. პოლიტსაბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა 9 კამათის ფონზე გაიმართა. თინა არ გახლავთ ქალაქში და ვერ მოახერხა აქედან გამომდინარე მოსვლა. ყრილობის ჩატარების წინა მოსამზადებელი საორგანიზაციო ეტაპია პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება. ეხლა ჩვენ ესე ვერ დაუმიზნებთ ყველას ესე ვთქვათ ლოჯისტიკურ მიზნებს. არც პერსონალურად ვის უჭერ მე გამოვთქვა ყრილობაზე ჩემი ხმის მიცემით. ჩვენ პარტიაში და პოლიტსაბჭოშიც არის ეს განწყობა, რომ ჩვენ ეხლავე დავიწყოთ ამ სიახლეებზე საუბარი. მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიცია არის, რომ ამ ეტაპზე იყოს გარდამავალი პერიოდი, როცა მას ექნება საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება გუნდის წევრებთან დაკავშირებით. სააკაშვილმა ციხიდან ნანუკა ჟორჟოლიანს დაავალა ნაციონალური მოძრაობის გაჯანსაღება. ციხეში შემუშავებულმა შიდა პარტიული რევოლუციის გეგმამ კი ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისი გააღრმავა. განხეთქილების მიზეზი ეგრეთ წოდებულ რეფორმატორთა საბჭოს შექმნის იდეა, რომლის ხელმძღვანელობასაც ჟორჟოლიანის დახმარებით ციხიდან გეგმავს თავად სააკაშვილი. არაფორმალური ლიდერის გადაწყვეტილებებს წვავედ ეწინააღმდეგება თინა ბოკუჩავა, რომელიც არჩევნების გარეშე მართვის ახალი მოდელის დანერგვას შეცდომად მიიჩნევს. სააკაშვილის პარტიაში მიმდინარე ეს პროცესები არასერიოზულია ხალხის ძალისთვის. როგორც ვნახეთ, ინტერვიუში პასუხსაც ვერ სცემენ წესიერად. დაესწრება თუ არა ეს ცნობილი ავატარი ამ ყრილობას, ამ პასუხს ვერ სცემენ. ასე რომ ნაცმოძრაობას ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა. არა მარტო ის თუ ვის აირჩევენ ან თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ იმის შიშიც, რომ ვის გამოეცხადება მერე სააკაშვილის სული საღამოს თუ არ არის კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებებით, ეს დილება აქვს ახლა პოლიტსაბჭოს. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა და პარტიაში მიმდინარე პროცესები საინტერესო არ არის, რადგან მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ პოლიტიკურმა პარტიამ უკვე დიდი ხანია აქტუალობა დაკარგა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ყურადღებას ამახვილებენ საკონსტიტუციო სარჩელზე და აცხადებენ, რომ გარედან მართული ძალების კონსტიტუციური აკრძალვა ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოს გააჯანსაღებს.
ძალიან რთულია ისედაც ასეთი ტიპის აგენტურული პარტიისთვის ახალი წევრების დამატება, ისეთ წევრებს გულისხმობ, ვისაც კონკრეტული რეპუტაცია აქვს ჩვენს ქვეყანაში, რაღაცას წარმოადგენენ, ვინაიდან ასეთ პიროვნებებს რა თქმა უნდა არ სურთ, რომ აფიგლირებულები იყვნენ აგენტურულ ძალებთან. მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა ზოგადად ნაციონალურ მოძრაობაში ამ ხმაურს და იგივე ალიანსში სპექტაკლები, რა სპექტაკლებიც გათამაშდა. ეს ხმაური იყო გარედან დაკვეთილი. მნიშვნელოვანია რომ სამართლებრივად შეფასდეს ამ ძალის არაკონსტიტუციურობა და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ფარგლებში და ერთხელ და სამუდამოდ ეს მალოხრებელ გზირთა გაერთიანება გავიდეს პოლიტიკური სივრციდან, რაც ისევ და ისევ გააჯანსაღებს პოლიტიკურ ვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ათი შეკრებები, ყრილობები, თავყრილობები, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ნაციონალური მოძრაობა ჩვენ ხედავთ რა მდგომარეობაშიც არის. ეს არის მათი უგნური და ხშირ შემთხვევაში სწორედ აგენტურული, ასე ვთქვათ, ზეგავლენის ქვეშ გატარებული პოლიტიკის შედეგი, რომ ამ მდგომარეობაში არიან. ყოველ შემთხვევაში ერთი, ვთქვათ, ფაქტი, რაც სახეზე გვაქვს, მათი ლიდერი უკვე ვირტუალური ხდება და მატერიალურ სხეულსაც მე მგონი ფიქრობს, რომ აღარ არის საჭირო. რა შედეგით დასრულდება ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიული დაპირისპირება და პარტიის რებრენდინგის მცდელობა ისევ ძველი სახეებით. ეს ყრილობაზე გამოჩნდება, რომლის ორგანიზებისთვის ფინანსებს პარტიის ლიდერები მხარდამჭერებისგან ითხოვენ. საჯარო სივრცეში ადამიანების ღირსების შელახვა და შეურაცხყოფა კანონის ჩარჩოებს ცდება, სიძულვილის ენის გამოყენებაზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება. სასამართლომ დღეს კანონდამღვევებად კიდევ რამდენიმე პირი იცნო, რომლებსაც ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. საჯარო სივრცეში აგრესიული რიტორიკის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სამმართველო აქტიურად მუშაობს. მონიტორინგით კი დასტურდება, რომ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ანუკა წითელაშვილი გიამბობთ. მოქალაქე ზია ზოიძე თამარ ჩერგოლეიშვილის საჯაროდ შეურაცხყოფისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა. დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტზე სამართალდარღვევად კიდევ ერთი პირი ცნოდა. ალექსანდრე ნოღაიდელი 1000 ლარით დააჯარიმა. ნოღაიდელი ადასტურებს, რომ ოპოზიციონერს შეურაცხყოფას საჯაროდ მიაყენა. ორივე ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფედერალისტების ლიდერის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ვაღიარე მივაყენე შეურაცხყოფა, მე და კიდევ მივაყენებ შეურაცხყოფას. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ განიხილა ორი სამართალდარღვევის საქმე, რომელიც ეხებოდა ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტს. ამ შემთხვევაში ოქმები მიმართული იყო ზია ზოიძისა და ალექსანდრე ნოღაიდელის მიმართ. კონკრეტულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ამ შემთხვევაში ქალბატონ თამარს. მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ წარმოება დაიწყო ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის ინიციატივით, რაც გულისხმობს იმას, რომ მან აღნიშნულ კომენტარებზე მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა საგარეჯოს მაგისტრატმა სასამართლომ. ალექსანდრე ბეჟიდაშვილი პრემიერ-მინისტრის საჯარო შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დაჯარიმდა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო საქმიანობა მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ის ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ბულინგს და შეურაცხყოფელ ქმედებებზე რეაგირებას ემსახურება. სამმართველო ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო მიმართულებით მუშაობს და მესმის რომ გარკვეულწილად აი ამ ძალებს ექნებათ ახლა მცდელობა საზღვარგარეთიდან თუ შიგნიდან ამას დაარქვან ცენზურა, ეს აუცილებელი საზოგადოებისათვის და საზოგადოების დაკვეთით აუცილებელი საკითხი ბოლომდე მივა. ყველა უნდა დადგეს დიდი თუ პატარა განურჩევლად იმისა, რომ პოლიტიკურ მხარეს დგას, უნდა დადგეს სწორედ ამ პროცესის გვერდში. მაგრამ თავარი პრობლემაც სწორედ ის არის და ჯო ვილსონის განცხადებები სწორედ ამას მეტყველებს. თავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ესენი არიან სწორედ ის ძალები, რომლებიც ახალისებენ სიძულვილის ენას, ახალისებენ რადიკალიზაციას, პოლარიზაციას საზოგადოებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ყველანაირად შეესწებიან ამ პროცესის დისკრედიტაციას, დააკავშირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან, რა აბსურდულ განცხადებებს გააკეთებენ ამ ხრივ. ხალხის ძალაში აცხადებენ, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო საქმიანობა ეფექტური აღმოჩნდა, რადგან აშკარაა, რომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფელი და ბილწი გამოხატვა შემცირებულია. საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის წინააღმდეგ შექმნილი ეს უწყება და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მინიმუმამდეა დასული სიძულვილის ენა, თუმცა სამწუხარო ჯერჯერობით ისევ არსებობს, მაგრამ შედეგი სახეზე გვაქვს. უნდა არსებობდეს ასეთი ტიპის უწყება, იყოს საკმაოდ აქტიური იმისათვის, რომ
საბოლოოდ არ მოხდეს დანერგვა აი ამ სიძულვილის ენის ქვეყანაში. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე განხილვები გრძელდება. საქმეები ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასამართლოების წარმოებაშია. ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს ხადორობა 2026 აღნიშნავენ ღონისძიებებს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად დაესწრო. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მოინახულეს და ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები დაათვალიერეს. დეპუტატები სოფელ დუისის, მატანის და პანკისის ხეობის მოსახლეობასაც შეხვდნენ, მოისმინეს მათი საჭიროებები და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. თეკლავ ვესტავიშვილი დეტალებით. პანკისის ხეობაში სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ხადორობა 2026, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს საერთო დღესასწაულზე მოუყარა თავი. ტრადიციების, კულტურისა და სულიერი ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული ღონისძიება ახმეტის მუნიციპალიტეტში საზეიმო გარემოში გაიმართა. დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ხადორობა მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ აიწყება ჩვენი ოჯახიდან. ეს არის ის განზომილება, რომლითაც შევიცნობ ჩვენ სამშობლოს. შემდეგ იწყება ჩვენი სანათესაო სამეგობრო წრით, რომლითაც შევიცნობთ იმას, თუ რას ნიშნავს ურთიერთობა ოჯახის მიღმა. შემდეგ გრძელდება ეს ჩვენი კუთხით, ასეთი მშვენიერი ხეობებით, როდესაც ხვდებით უკვე თუ რა ბუნების შვილები ვართ და რა სამყაროა ჩვენს გარშემო. და შემდეგ ეს ყველაფერი გვირგვინდება ჩვენი ქვეყნით და ქვეყნის მიმართ სიყვარულით. და ეს ყოველი ეტაპი ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა და მიხარია, რომ ასეთი დღესასწაულები აღორძინებულია. ხადორობა 2026-ის ფარგლებში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისი აღევლინა, რის შემდეგაც სტუმრებმა თემატური პავილიონები დაათვალიერეს, სადაც თექისა და ხალხური რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და გაცნობოდნენ ადგილობრივ კულტურულ მემკვიდრეობას. ასეთ დროს სტუმრობა, ასეთი მაღალი დონის თანამდებობის პირების კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ამ სოფლებში განვითარების პერსპექტივას, კიდევ უფრო მეტად უსვავს ხაზს ტურიზმის და პოპულარიზაციას აღნიშნული ადგილების. ძალიან მიხარიან ხალხო, აი ეს ხალხი რომ მოდის ხადორობას, ეს რამდენიმე წელია რომ ხადორი იღვიძებს. და ხადორში მოდიან, ყოველ წელს მოდიან ძალიან ბევრი ხალხი. ახმეტის მუნიციპალიტეტში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციამ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. პარლამენტის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სოფელ მატანსა და სოფელ დუისს ესტუმრნენ და ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. თავის მხრივ სოფლების მაცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები და საჭიროებები გააცნეს. სოფლებში ინფრასტრუქტურის შენებლობა, მოწესრიგება მუდმივად მიმდინარეობს, ინტენსიურად მიმდინარეობს და სასიხარულოა ის, რომ ყოველ ახალ გაკეთებულ საქმის შემდეგ ჩნდება მოსახლეობაში ახალი, ასე ვთქვათ, мотивация და ახალი, ასე ვთქვათ, შენებლობის სურვილი. ვეცნობით მათ საჭიროებებს, რა უჭით, რა უხინთ, რა არის ამ სოფლის და მოსახლეობის საჭიროებები ახალგაზრდობისთვის, ბავშვებისთვის, ასაკობრივი ადამიანებისთვის და შეძლების დაგვარად რაც არის ჩვენს შესაძლებლობებში აუცილებლად რა თქმა უნდა დავეხმარებთ. ასეთი ტიპის შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მახასიათებელია ეს რა თქმა უნდა ისეთი ხელისუფლებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის იქნება ეს ვთქვათ ხელისუფლება თუ ამ შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიცია, რომ საზოგადოებასთან უშუალო ჩართულობა ყოველთვის არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. შეგვყიდა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, რომ მოხდება სკოლების რეაბილიტაცია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაკეთდა ბევრი რამ, ხდება ქუჩების მოასფალტება, ბეტონირება, საუბნე გზების. ყველა არსებული პრობლემა იყო გაჟღერებული თავი, არავის არაფერზე შეუკავებია ის, რომ წყლის პრობლემა არის მატანში, განსაკუთრებით სარწყავი წყლის პრობლემები, გზები მართალია დაიწყო მშენებლობა კეთდება, მაგრამ არის რაღაც გარკვეული ნაწილი, ესაც იყო ამ ყველა თუ კი რაიმე პრობლემა იყო, ყველა საკითხი იქნა განხილული. სახალხო დღესასწაული ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილეებთან ერთად ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დაანაყოფებს ეწვია. სულხან თამაზაშვილი დარიელის ხეობაში ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა და სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ თანამშრომლებს გაისაუბრა. ასევე ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გუდაურის პოლიციის სახანძრო სამაშველო და დაცვის პოლიციის განყოფილებები დაათვალიერა და დასაქმებულების სამუშაო პირობებს გაეცნო. ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა სილვიუ დომენტე პოზიციაზე მისიას ასრულებს. მხარებმა ის რეფორმები შეეჯამეს, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. მათ შორის საუბარი შეეხო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციის ცენტრის გახსნას, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასა და სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების სისტემის შექმნას. მათთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორიის ფარგლებში არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, ისეთი მაგალითად როგორიც არის პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყება, დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდოლოგიის მიხედვით ჰოსპიტლებში, ანაზღაურების მეთოდის შემოტანა, წამლებზე ფასების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის ფარმაცევტულ პროდუქტზე, ფასების რეგულირება, C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში ტექნიკური მხარდაჭერით დიდი წარმატების მიღწევა. ბოლო 7 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორში ბევრი კარგი რამ მოხდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიკატი მიიღო. ასევე საქართველოში დავაარსეთ ჰეპატიტის ელიმინაციის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციის ცენტრი. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი რეფორმები. სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების სისტემის დანგრევით დაწყებული, გაგრძელებული პირველადი ჯანდაცვის ფართომასშტაბიანი რეფორმით, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და ფართოვდება. ამასთან მედიკამენტებზე ფასების რეგულირებამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობისთვის აუცილებელ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა. განხორციელდა არაერთი ახალი და თანამედროვე ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზებას ემსახურება. მათ შორის დიგიტალიზაცია, ციფრული ჯანმრთელობის განვითარება, ტელემედიცინა, ასევე სარეაბილიტაციო სერვისებისა და დამხმარე ტექნოლოგიების განვითარება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ ფაქტორების მართვის მიმართულებით. მნიშვნელოვანი პროგრესია თამბაქოს კონტროლის, ასევე სხვა რისკ ფაქტორების შემცირების კუთხით. მაგალითად, ტრანსცხიმების აღმოფხვრის ბოლოდროინდელი ინიციატივები, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, მარილის მოხმარების შემცირება და ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია. ამ ყველაფრის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა საქართველოს ეს მიღწევები მივულოცო. სურს მადლობა გადავუხადო ყველას. ჯანდაცვის სამინისტროს, მის გუნდს, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებსა და ყველა იმ ექსპერტს, რომლებთანაც ამ 7 წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი. საფინანსო სექტორის მდგრადობა ძლიერდება. საბანკო სისტემის კრიზისებისადმი მედეგობის ამაღლების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის გაძლიერებას და 35 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. პროექტი ხელს შეუწყობს SEB-ის რეზოლუციის ჩარჩოს სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას. ეს პროექტი მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბანკებისთვის და მათი საიმედოობის დონეს ზრდის. ამ პროექტში მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა. ჩვენი გუნდი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მუშაობდა რეზოლუციის ჩარჩოზე და ის ერთ-ერთი სამაგალითოა, მე შეიძლება ვთქვა, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც კი. ხელი მოეწერა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს, მსოფლიო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საქართველოში საბანკო რეზოლუციის მზადყოფნის პროექტის მხარდაჭერისათვის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს და საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე აქტიურად მუშაობს საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს შექმნაზე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ხელი მოგვეწერა საბანკო რეზოლუციის პროექტზე. ეს მცირე 35 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებაა, მაგრამ თავისი არსით დიდ საქმეს აკეთებს, რადგან საქართველოს საფინანსო სექტორის მედეგობას უზრუნველყოფს. ამ პროექტით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას
იმას, რომ ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. სოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესში, რაც თავის მხრივ საქართველოს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტის ნიშნულია. ადამიანები, რომლებიც ბუნების დაცვაზე 24 საათიან რეჟიმში ზრუნავენ, დღეს რეინჯერთა მსოფლიო დღეა. საქართველოში თარიღი მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. ფლორისა და ფაუნის დასაცავად შესრულებული მძიმე სამუშაოსთვის დაჯილდოვდა რამდენიმე რეინჯერი. პროფესიული დღის მილოცვის შემდეგ გაიხსენეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულებიც. ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. დეტალებით მარიამ რატიანი. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ ფასეულობებს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 24 საათის განმავლობაში იცავენ. მსოფლიო რეინჯერთა დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში ღონისძიება გაიმართა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის რეინჯერები დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე ასევე პატივი მიაგეს სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას. საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნიკალური არის, ამას განსაკუთრებული დაცვა ჭირდება. ზუსტად ამიტომ იქნება დაცული ტერიტორიები ქვეყანაში და ამ დაცულ ტერიტორიებს რა თქმა უნდა სჭირდება შესაბამისი მოვლა, რომელსაც უზრუნველყოფენ ჩვენი რეინჯერები. პირველ რიგში მინდა მიულოცო მათ რეინჯერებს საერთაშორისო დღე უსურვო ზუსტად ისეთივე ენთუზიაზმით და შემართებით ყოფნა, როგორც აქამდე იცავდნენ თავის სამშობლოს ამ უნიკალურ ნაწილს და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ამ პროფესიის დაფასება, მორთხილება, რადგან ეს არის ხალხი, რომელიც ურთულება ჩვენს ბიომრავალფეროვნების გამორჩეულ ნაწილს განსაკუთრებულად. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. სააგენტოს ხელმძღვანელმა რეინჯერთა საქმიანობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ დროთა განმავლობაში აღნიშნული პროფესიით ბევრად მეტი ადამიანი დაინტერესდება. თითოეული მოქალაქე წესითა და რიგით რეინჯერი უნდა იყოს და რა თქმა უნდა გაიზრდება ეს ტენდენციები. ღვთისმსხალობით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბატონი მინისტრი ხელს გვიწყობს, თქვენი ცით რომ ხელფასების რაოდენობა მოიმატა, კიდევ მოიმატებს. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, რომელიც ქვეყნის საერთო ფართობის 15%-ს მოიცავს, დღეს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული 500-მდე რეინჯერი იცავს. პროფესიული საქმიანობის წარმატებით შესრულებისთვის დღეს 14 მათგანი დაჯილდოვდა. ყველა რეინჯერს მიულოცავ თავის პროფესიულ დღეს. გვაერთიანებს ჩვენ რეინჯერებს და ზოგადად ამ საქმეში ვყოფს ბუნების სიყვარული, რაც ერთმანეთის გვერდში დგომას გვიადვილებს. მე ვარ ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერი, უკვე 2 წელია რაც ჩართული ვარ ამ საქმიანობაში. ჩვენ აქ შეკრებილები ვართ ამ დღის აღსანიშნავად. რეინჯერთა დღეს მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროფესიის წარმომადგენელთა შრომა და რომ ბუნების დაცვა რიგითი მოქალაქეების მოვალეობაცაა. დღეს ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეცაა. თარიღთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის სამსახურისა და პროკურატურის ერთობლივი ინიციატივით სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში უწყებების წარმომადგენლებმა დასაქმებულებს შრომითი ექსპლუატაციისგან თავდაცვის მექანიზმები და დაზარალებულთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იძულებითი შრომის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებულ მიდგომებზე. სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რისთვისაც უწყება აქტიურად ახორციელებს საქმიანობას. მხოლოდ გასულ წელს 8000-მდე აქტიობა განხორციელდა, განხორციელებული ინსპექტირებები კი 80000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციის სამსახური კვლავ აგრძელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფას, მათ შორის ტრაფიკინგის მიმართულებით. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, სახელმწიფო პოლიტიკის, მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების, შრომითი ექსპლუატაციის ფორმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე გაზიარებული იქნა შრომითი ექსპლუატაციის შესახებ საუკეთესო პრაქტიკა. ინფორმირებული დასაქმებული თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიისთვის, ასევე სახელმწიფოსათვის. მე როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მივესალმები და მხარს ვუჭერს თანამშრომლების მუდმივ ტრენინგს როგორც პროფესიული, ასევე საგანმანათლებლო კუთხით. ეს იყო პოსტების საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე გემშვიდობებით ნახვამდის.